წარმოიდგინე ადგილი, სადაც ცა შენს თავზე კი არ არის, შენობაშია. ადგილი, რომელიც თითქმის 2000 წელი ადგას და მაინც დღემდე გვაოცებს. ადგილი, რომელიც საიდუმლო სამოხსნას თანამედროვე ინჟინრები ისევ ცდილობენ. ეს არის პანთეონი. მაგრამ პანთეონი მხოლოდ ძველი ტაძარი არ არის. ეს არის ისტორია სამი შენობის, ორი ხანძრის, 4 იმპერატორი გენიოსი არქიტექტორების, დაკარგული ტექნოლოგიების, საიდუმლო სინათლის, უკდავი ბეტონისა და მარადიული იდეის შესახებ. დიახ, სწორედ ის პანთეონი, რომელსაც დღეს ვხედავთ, ამ ტაძრის უკვე მესამე ვერსიაა. პირველი პანთეონი აშენდა ჩვენს წელთაღრიცხვამდე 27-25 წლებში მარკუს ვიფსანიუს აგრიპას ბრძანებით რომის ცნობილი მხედართმთავრის, პირველი იმპერატორის, ოქტავიანე ავგუსტუსის მეგობრისა და სიძის მიერ. აგრიპა უბრალო სარდალი არ იყო. ის იყო ადამიანი, რომელმაც რომის ბედი შეცვალა. სწორედ ის ხელმძღვანელობდა რომის ფლოტს ლეგენდარულ ბრძოლაში აქციუმთან, სადაც დაამარცხა მარკ ანტონიუსის და ეგვიპტის დედოფალი კლეოპატრას გაერთიანებული ძალები. ამ გამარჯვებამ ფაქტობრივად დაასრულა სამოქალაქო ომები და გზა გაუხსნა რომის იმპერიის დაბადებას. მადლიერების ნიშნად აგრიპამ გადაწყვიტა აეშენებინა ტაძარი ყველა ღმერთისთვის და ადგილი შემთხვევით არ აურჩევია. ძველი ლეგენდის მიხედვით, სწორედ აქ, ეგრეთ წოდებული თხების ჭაობზე, ღმერთმა მარსმა ცაში აიყვანა რომის ლეგენდარული დამფუძნებელი რომელუსი. ამის შემდეგ ეს ადგილი ცნობილი გახდა როგორც მარსის ველი და წმინდა ადგილად ითვლებოდა. პირველი პანთეონის მშენებლობას ხელმძღვანელობდა ძველი რომის არქიტექტორი და ინჟინერი ლუციუს კოქტეიუს აუგუსტუსი, რომელიც ცნობილი იყო იმითაც, რომ თანამედროვე ნეაპოლის მიდამოებში ანტიკური ეპოქის სამი უდიდესი სატრანსპორტო გვირაბი ააგო. აგრიპას პანთეონი განსხვავდებოდა დღევანდელისგან. ის იყო მართკუთხა შენობა, სამხრეთისკენ მიმართული მარმარილოთი და ქანდაკებებით მორთული ფასადი. ბრიჯაოს ასოებით ეწერა: მარკუს აგრიპამ, ლუციუსის ძემ, მესამედ არჩეულმა კონსულად ააგო ეს. ეს წარწერა დღემდე ამშვენებს თანამედროვე პანთეონის ფასადს. სწორედ ამან შეიყვანა ისტორიკოსების შეცდომაში საუკუნეების განმავლობაში და აფიქრებინა, რომ დღევანდელი შენობაც სწორედ აგრიპას აშენებული იყო. მაგრამ პირველი პანთეონის ბედი ტრაგიკული აღმოჩნდა. ჩვენი წელთაღრიცხვით მე-80 წელს, იმ დიდი ხანძრის დროს, რომელმაც რომის დიდი ნაწილი გაანადგურა, აგრიპას ტაძარი მთლიანად დაწვა. იმპერატორმა დომიციანემ შენობა აღადგინა, მაგრამ დიდხანს ვერ იარსება. 100 წელს ტაძარი ისევ დაზიანდა, ამჯერად მეხის დაცემის შედეგად. თითქოს თავად ცა ეწინააღმდეგებოდა მის არსებობას. მაგრამ სწორედ აქ გამოჩნდა ადამიანი, რომელმაც ყველაფერი შეცვალა, იმპერატორი ადრიანე. ადრიანე რომს მართავდა 117-128 წლებში და ისტორიაში შევიდა როგორც იმპერიის ერთ-ერთი ყველაზე განათლებული, შემოქმედებითი მმართველი. ის მხოლოდ იმპერატორი არ ყოფილა, ის იყო ფილოსოფოსი, პოეტი, მოგზაური და რაც ჩვენი ისტორიისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, არქიტექტურის დიდი მოყვარული. ამბობენ, რომ ადრიანე თავად ქმნიდა პროექტებს და ზუსტად იცოდა, როგორი უნდა ყოფილიყო იდეალური ტაძარი. და როცა პანთეონის აღდგენის შესაძლებლობა მიეცა, გადაწყვიტა არა უბრალოდ ძველი შეკეთება, არამედ რაღაც სრულიად ახალი, უპრეცედენტო და გრანდიოზული პნელების შექმნა. ახალი პანთეონის მშენებლობა დაიწყო დაახლოებით 118 წელს და დასრულდა დაახლოებით 125-128 წლებში. ადრიანემ მთლიანად შეცვალა ტაძრის კონცეფცია. ტრადიციული მართკუთხა შენობის ნაცვლად მან შექმნა გრანდიოზული როტონდა, მრგვალი სივრცე, რომელსაც ზემოდან გვირგვინივით ადგას გიგანტური გუმბათი. ეს თავისი დროისთვის რევოლუციური გადაწყვეტილება იყო. მანამდე მსგავსი ტაძარი არ არსებობდა და მაინც მიუხედავად იმისა, რომ ადრიანემ შენობა მთლიანად გადააკეთა, მან ფასადზე დატოვა ძველი წარწერა აგრიპას სახელით. რატომ? ზუსტად არავინ იცის. შესაძლოა მან პატივი მიაგო პირველ მშენებელს, შესაძლოა უბრალოდ არ სურდა სხვისი ხვაწლის თავისთვის მიწერა, როგორც არ უნდა იყოს, ამ წარწერამ საუკუნეების განმავლობაში დააბნია ისტორიკოსები. ახლა კი გადავიდეთ იმაზე, რაც პანთეონს ნამდვილ საინჟინრო სასწაულად აქცევს. პანთეონის გუმბათი არის მსოფლიოში ყველაზე დიდი არმატურის გარეშე შექმნილი ბეტონის გუმბათი. დავფიქრდით ამაზე, გავიდა თითქმის 2000 წელი, კაცობრიობამ გამოიგონა რკინა ბეტონი, კომპიუტერული მოდელირება, თანამედროვე სამშენებლო ტექნოლოგიები, მაგრამ დღემდე ვერავინ ააგო არმატურის გარეშე ბეტონის უფრო დიდი გუმბათი, ვიდრე პანთეონია. მისი დიამეტრი არის 53 მეტრი და 44 სანტიმეტრი, ზუსტად იმდენივე, რამდენიც შენობის სიმაღლეა იატაკიდან გუმბათის უმაღლეს წერტილამდე. ანუ თუ გონებაში სრულ სფეროს წარმოვიდგენთ, ამ სივრცეში ის იდეალურად ჩაედევა. მაგრამ როგორ შეძლეს რომაელებმა ამის აშენება თანამედროვე ტექნოლოგიების გარეშე? ეს კითხვა, რომელიც საუკუნეების განმავლობაში აწუხებთ ინჟინრებს. საიდუმლო იმაშია, რომ გუმბათში გამოყენებულია სხვადასხვა ტიპის ბეტონი. ქვედა ნაწილში, სადაც დატვირთვა ყველაზე დიდია, გამოიყენეს მძიმე ბეტონი, ბაზალტისა და მძიმე ქვის ნატეხებით. ზემოთ ასვლისას მასალა თანდათან მსუბუქდება, გამოიყენეს ტუფი, უფრო მსუბუქი ვულკანური ქვა და ყველაზე ზედა ნაწილში, ოკოლუსთან ახლოს გამოიყენეს პემზიანი ბეტონი, ძალიან მსუბუქი მასალა. ანუ გუმბათი ქვემოთ მძიმეა, ზემოთ კი სულ უფრო და უფრო მსუბუქი ხდება. სწორედ ამან მისცა რომაელებს შესაძლებლობა შეექმნათ კონსტრუქცია, რომელიც თითქმის თავად ინარჩუნებს საკუთარ თავს. გუმბათის სიმტკიცის კიდევ ერთი საიდუმლო მისი ფორმაა. შიგნიდან ის იდეალური ნახევარსფეროა, მაგრამ გარედან უფრო დაბალი და განიერი ჩანს. ეს ქმნის ცვალებად სისქეს. ქვედა ნაწილში გუმბათის სისქე დაახლოებით 6 მეტრია, ცენტრში კი მხოლოდ მეტრ ნახევარი.
ამან მნიშვნელოვნად შეამცირა საერთო წონა და სწორად გადაანაწილა დატვირთვა. თანამედროვე გამოთვლებით გუმბათის წონა დაახლოებით 5000 ტონაა. მის დასაჭერად როტონდას კედლები დაახლოებით 6 მეტრის სისქის გააკეთეს, მაგრამ ესეც არ არის ყველაფერი. გუმბათის შიდა მხარეს ხედავ კესონებს, კვადრატულ ჩაღრმავებებს, რომლებიც მხოლოდ დეკორი არ არის. ისინი გუმბათის დაახლოებით მეხუთედით ამსუბუქებენ. და თან ისეა განლაგებული, რომ კონსტრუქციის სუსტი წერტილები არ შეიქმნას. სულ არის 5 რიგი, თითოეულში 28 კესონი, ჯამში 140-ის ჩაღრმავება. რიცხვი 28 შემთხვევით არ არის. ძველ სამყაროში ის სრულყოფილ რიცხვად ითვლებოდა და კოსმოსთან, მთვარის ციკლთან და მისტიკასთან იყო დაკავშირებული. არსებობს ლეგენდა, რომ გუმბათის მშენებლობის და ტაძარის შიგნიდან მიწის მონეტებით შერეული მიწით ამოავსეს, რომ ეს დროებით საყრდენად გამოეყენებინათ. როცა მშენებლობა დასრულდა, იმპერატორმა გამოაცხადა, რომ ვისაც სურდა შეეძლო მოსულიყო და მიწიდან ოქრო ამოეღო. რომაელებმა ისე ენერგიულად დაიწყეს ძებნა, რომ ერთ დღეში მთლიანად გაასუფთავეს შენობა. მართალია ეს თუ არა უცნობია, მაგრამ ლეგენდა კარგად აჩვენებს, რამდენად გრანდიოზული იყო ეს მშენებლობა. ახლა კი პანთეონის ყველაზე იდუმალი ნაწილი ოკულუსი. გუმბათის ცენტრში მდებარე მრგვალი ხვრელი, რომლის დიამეტრი დაახლოებით 9 მეტრია. ეს არის შენობის ერთადერთი სინათლის წყარო. პანთეონში არც ერთი ფანჯარა არ არსებობს. სახელწოდება ოკულუსი ლათინურად ნიშნავს თვალს და მართლაც შიგნიდან რომ ხედავ, თითქოს ზემოდან უზარმაზარი თვალი გიყურებს, მაგრამ ოკულუსი უბრალოდ არქიტექტურული გადაწყვეტა არ არის. ძველი რომაელებისთვის ის იყო კავშირი მიწიერ და ზეციურ სამყაროს შორის. მზის სხივი, რომელიც იქიდან შიგნით შემოდის, აღიქმებოდა როგორც ღვთაებრივი არსებობის ნიშანი. დღის განმავლობაში ეს სხივი ნელა გადაადგილდება კედლებსა და იატაკზე, როგორც გიგანტური მზის საათი. განსაკუთრებულ დღეებში კი ნამდვილი საოცრება ხდება. 21 აპრილს რომის დაარსების დღეს მზის სხივი ოკულუსიდან ზუსტად თვავარ შესასვლელს ანათებს. ძველად სწორედ ამ დროს შედიოდა ტაძარში იმპერატორი და მზიშუქი მის ფიგურას ანათებდა, ისე თითქოს იგი ღვთაებრივად იყო მოვლენილი. წარმოიდგინე რა შთაბეჭდილებას ახდენდა ეს ხალხზე. 21 ივნისს საფხულის მზებუდობის დღეს სხივი პირდაპირ ვერტიკალურად ეცემა და იატაკის ცენტრს ანათებს. გაზაფხულისა და შემოდგომის ბუნიობის დღეებში სინათლე ზუსტად განსაზღვრულ ხაზებს მიუყვება. ზამთრის მზებუდობაზე კი ჩრდილოეთ კედლის ზედა ნაწილს ანათებს. ეს ყველაფერი შემთხვევით ვერ მოხდებოდა. არქიტექტორებმა აშკარად ააგეს ეს შენობა ასტრონომიული სიზუსტით. ზოგი მკვლევარი ფიქრობს, რომ პანთეონი ერთგვარი გიგანტური მზის კალენდარიც იყო. რომაელებს შეეძლოთ დროის, სეზონების და შესაძლოა დღის მონაკვეთის განსაზღვრაც კი სინათლის ლაქის მოძრაობით. ძველად ოკულუსის ქვეშ ალტარიც ყოფილა და გარკვეულ დღეებში მზის სხივი პირდაპირ მას ეცემოდა, როგორც ღვთიური კურთხევის ნიშანი. როტონდის გარშემო განლაგებული 7 დიდი ნიშა შესაბამისად დაკავშირებული იყო რომაელებისთვის ცნობილ 7 პლანეტასთან: მზესთან, მთვარესთან, მერკურთან, ვენერასთან, მარსთან, იუპიტერთან და სატურნთან. დიახ, რომაელები მზესა და მთვარესაც პლანეტებად თვლიდნენ. ამ ნიშებში იდგა ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს ქანდაკებები, ძვირფასი ქვებით მორთული. დღეს ისინი აღარ არსებობს, მაგრამ თუ თვალს დახუჭავ, შეგიძლია წარმოიდგინო, როგორი დიდებული იყო ეს ადგილი თავის საუკეთესო დროში. ახლა კი კითხვა, რომელიც თითქმის ყველას უჩნდება: რა ხდება, როცა წვიმს? რადგან გუმბათში ხვრელი ღიაა და არაფრით იფარება. ესეც კიდევ ერთი გენიალური რომაული გადაწყვეტაა. პანთეონის იატაკი ბრტყელი არ არის. ის ოდნავ ამობურცულია ცენტრისკენ და შეუმჩნევად იხრება კიდეებისკენ, სადაც განთავსებულია 22 პატარა დრენაჟური ხვრელი. წვიმის წყალი ოკულუსიდან შიგნით შემოდის, გადადის იატაკზე და შემდეგ უჩინრად ქრება ძველ კანალს საკანალიზაციო სისტემაში, რომელიც დღემდე მუშაობს. თანაც შენობის შიგნით თბილი ჰაერის ამომავალი ნაკადები წვიმის წვეთების ნაწილს აქრობს ან ანელებს, სანამ ისინი იატაკამდე ჩამოვა. წარმოიდგინე მასალა, რომელსაც დრო ვერაფერს ავლებს და ერთხელ შექმნილი საუკუნეებს უძლებს. საუბარია რომაულ ბეტონზე, საიდუმლოზე, რომელიც საუკუნეების მანძილზე ამომხსნელი იყო. ამ მასალით აშენდა პანთეონი, ერთ-ერთი ყველაზე სრულყოფილი ნაგებობა ისტორიაში. რომაული ბეტონი, opus camentecium, მისი მთავარი ინგრედიენტი იყო კირქვისგან მიღებული მასალა და ვულკანური ფერფლი პოცალანა, რომელსაც მოიპოვებდნენ პოცუოლოს მიდამოებში იტალიაში. წყალთან შერევისას იწყებოდა ქიმიური რეაქცია, რომელიც ქმნიდა მასალას, რომელიც ქვასაც კი აჭარბებდა სიმტკიცეში. თანამედროვე მეცნიერებმა კი გაარკვია კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი. რომაელები ნარევში ტოვებდნენ კირქვისგან მიღებულ მასალის პატარა თეთრ ნატეხებს, რომელიც რეაქციაში შედიოდა წყალსა და ჰაერთან და დროთა განმავლობაში ამაგრებდა მასალას შიგნიდან. კედლები შენდებოდა რგოლებად, ქვედა ნაწილი 6 მეტრის სისქით. გარედან აგურის ფენა მალავდა ბეტონის მასიურ გულს, რომელიც რეალურად ატარებდა მთელ დატვირთვას. შიგნით კი სპეციალურად დატოვებული ღრუ სივრცეები, რომლებიც ამცირებდა კონსტრუქციის წონას 1000 ტონაზე მეტით. ამავე დროს თაღები კედლებში ისე იყო ჩაშენებული, რომ გუმბათის 4000 ტონიანი წონა გადანაწილდებოდა თანაბრად, როგორც 8 გუნდი ერთდროულად მუშაობდა, ნებისმიერი დისბალანსი შეიძლება კატასტროფად ქცეულიყო. შემდეგ იწყებოდა ყველაზე რთული გუმბათი. ქვედა ფენა ყველაზე მძიმე ბეტონი, ტრავერტინითა და ბაზალტით. ზემოთ უფრო მსუბუქი ტუფი და მწვერვალთან პემზა, უკიდურესად მსუბუქი ვულკანური ქვა. გუმბათი რაც უფრო მაღლა ადიოდა, მით უფრო მსუბუქი ხდებოდა. ეს იყო იდეალური ბალანსი სიმძიმე ქვემოთ, სიმსუბუქე ზემოთ.
ათასობით ხის კონსტრუქცია იჭერდა ფორმას, სანამ ბეტონი საბოლოოდ გამაგრდებოდა. ერთი მცირე გადაადგილებაც კი შეიძლებოდა გუმბათი დანგრეულიყო და მერე დეტალი, რომელიც ერთდროულად ესთეტიურიც არის და საინჟინროც. 140 კესონი. ისინი ამცირებდნენ წონას დაახლოებით 600 ტონით და თან ქმნიდნენ სტრუქტურულ ქსელს, რომელშიც დატვირთვა სწორად ნაწილდებოდა. გუმბათის ცენტრში ოკულუსი, ღია წრე, რომელმაც თითქოს უნდა დაასუსტოს კონსტრუქცია, მაგრამ რეალურად ის ამაგრებდა მას. ბეტონის მასა შიგნით იკუმშება და ამ შეკუმშვით ინარჩუნებს მთელ ფორმას. როცა ხის საყრდენები მოხსნეს, პირველად ისტორიაში 1000 ტონა კონსტრუქცია თავისით გაჩერდა და არ ჩამოინგრა. შიგნით მარმარილო, ბრინჯაო, ოქროს დეკორები. სინათლე ოკულუსიდან მოძრაობს სივრცეში როგორც ბუნებრივი საათი. გარეთ 16 გიგანტური სვეტი ეგვიპტიდან ჩამოტანილი. თითოეული დაახლოებით 60 ტონა, 1000 კილომეტრი მდინარითა და ზღვით გადაზიდული და ბოლოს სრულყოფილი გეომეტრია. სფერო ცილინდრში, სიმაღლე და დიამეტრი 53 მეტრი. იდეალური პროპორციები, რომლებიც დღემდე არ კარგავს სიზუსტეს. დღესაც, როცა ამ სივრცეში შედიხარ, ავტომატურად ზემოთ იყურები ზუსტად ისე, როგორც 2000 წლის წინ ადამიანები. იმპერიები დაეცა, ქალაქები დაინგრა, სამყარო შეიცვალა, მაგრამ ეს გუმბათი დგას და ის გვახსენებს ერთ მარტივ ჭეშმარიტებას, რომ როცა ცოდნა, მასალა და გამბედაობა ერთიანდება, ადამიანი ქმნის იმას, რასაც დროც კი ვერ ერევა. პანთეონის გუმბათი არის მსოფლიოში ყველაზე დიდი არმატურის გარეშე შექმნილი ბეტონის გუმბათი. დავფიქრდით ამაზე, გავიდა თითქმის 2000 წელი, კაცობრიობამ გამოიგონა რკინა, ბეტონი, კომპიუტერული მოდელირება, თანამედროვე სამშენებლო ტექნოლოგიები, მაგრამ დღემდე ვერავინ ააგო არმატურის გარეშე ბეტონის უფრო დიდი გუმბათი ვიდრე პანთეონია. მისი დიამეტრი არის 53 მეტრი და 54 სანტიმეტრი, ზუსტად იმდენივე, რამდენიც შენობის სიმაღლეა იატაკიდან გუმბათის უმაღლეს წერტილამდე. ანუ თუ გონებაში სრულ სფეროს წარმოვიდგენთ, ამ სივრცეში ის იდეალურად ჩაედევა. მაგრამ როგორ შეძლეს რომაელებმა ამის აშენება თანამედროვე ტექნოლოგიების გარეშე? ეს კითხვა, რომელიც საუკუნეების განმავლობაში აწუხებთ ინჟინრებს. საიდუმლო იმაშია, რომ გუმბათში გამოყენებულია სხვადასხვა ტიპის ბეტონი. ქვედა ნაწილში, სადაც დატვირთვა ყველაზე დიდია, გამოიყენეს მძიმე ბეტონი, ბაზალტისა და მძიმე ქვის ნატეხებით. ზემოთ ასვლისას მასალა თანდათან მსუბუქდება, გამოიყენეს ტუფი, უფრო მსუბუქი ვულკანური ქვა და ყველაზე ზედა ნაწილში, ოკულუსთან ახლოს გამოიყენეს პემზიანი ბეტონი, ძალიან მსუბუქი მასალა. ანუ გუმბათი ქვემოთ მძიმეა, ზემოთ კი სულ უფრო და უფრო მსუბუქი ხდება. სწორედ ამან მისცა რომაელებს შესაძლებლობა შეექმნათ კონსტრუქცია, რომელიც თითქმის თავად ინარჩუნებს საკუთარ თავს. გუმბათის სიმტკიცის კიდევ ერთი საიდუმლო მისი ფორმაა. შიგნიდან ის იდეალური ნახევარსფეროა, მაგრამ გარედან უფრო დაბალი და განიერი ჩანს. ეს ქმნის ცვალებად სისქეს. ქვედა ნაწილში გუმბათის სისქე დაახლოებით 6 მეტრია, ცენტრში კი მხოლოდ მეტრანახევარი. ამან მნიშვნელოვნად შეამცირა საერთო წონა და სწორად გადაანაწილა დატვირთვა. თანამედროვე გამოთვლებით გუმბათის წონა დაახლოებით 5000 ტონაა. მის დასაჭერად როტონდას კედლები დაახლოებით 6 მეტრის სისქის გააკეთეს, მაგრამ ესეც არ არის ყველაფერი. გუმბათის შიდა მხარეს ხედავ კესონებს, კვადრატულ ჩაღრმავებებს, რომლებიც მხოლოდ დეკორი არ არის. ისინი გუმბათის დაახლოებით მეხუთედით ამსუბუქებენ. და თან ისეა განლაგებული, რომ კონსტრუქციის სუსტი წერტილები არ შეიქმნას. სულ არის 5 რიგი, თითოეულში 28 კესონი, ჯამში 140 ჩაღრმავება. რიცხვი 28 შემთხვევით არ არის. ძველ სამყაროში ის სრულყოფილ რიცხვად ითვლებოდა და კოსმოსთან, მთვარის ციკლთან და მისტიკასთან იყო დაკავშირებული. არსებობს ლეგენდა, რომ გუმბათის მშენებლობის და ტაძარის შიგნიდან მიტროს მონეტებით შერეული მიწით ამოავსეს, რომ ეს დროებით საყრდენად გამოეყენებინათ. როცა მშენებლობა დასრულდა, იმპერატორმა გამოაცხადა, რომ ვისაც სურდა შეეძლო მოსულიყო და მიწიდან ოქრო ამოეღო. რომაელებმა ისე ენერგიულად დაიწყეს ძებნა, რომ ერთ დღეში მთლიანად გაასუფთავეს შენობა. მართალია ეს თუ არა უცნობია, მაგრამ ლეგენდა კარგად აჩვენებს, რამდენად გრანდიოზული იყო ეს მშენებლობა. ახლა კი პანთეონის ყველაზე იდუმალი ნაწილი ოკულუსი. გუმბათის ცენტრში მდებარე მრგვალი ხვრელი, რომლის დიამეტრი დაახლოებით 9 მეტრია. ეს არის შენობის ერთადერთი სინათლის წყარო. პანთეონში არც ერთი ფანჯარა არ არსებობს. სახელწოდება ოკულუსი ლათინურად ნიშნავს თვალს და მართლაც შიგნიდან რომ ხედავ, თითქოს ზემოდან უზარმაზარი თვალი გიყურებს, მაგრამ ოკულუსი უბრალოდ არქიტექტურული გადაწყვეტა არ არის. ძველი რომაელებისთვის ის იყო კავშირი მიწიერ და ზეციურ სამყაროს შორის. მზის სხივი, რომელიც იქიდან შიგნით შემოდის, აღიქმებოდა როგორც ღვთაებრივი არსებობის ნიშანი. დღის განმავლობაში ეს სხივი ნელა გადაადგილდება კედლებსა და იატაკზე, როგორც გიგანტური მზის საათი. განსაკუთრებულ დღეებში კი ნამდვილი საოცრება ხდება. 21 აპრილს რომის დაარსების დღეს მზის სხივი ოკულუსიდან ზუსტად თვავარ შესასვლელს ანათებს. ძველად სწორედ ამ დროს შედიოდა ტაძარში იმპერატორი და მზის მის ფიგურას ანათებდა, ისე თითქოს იგი ღვთაებრივად იყო მოვლენილი. წარმოიდგინე რა შთაბეჭდილებას ახდენდა ეს ხალხზე. 21 ივნისს საფულის მზებუდობის დღეს სხივი პირდაპირ ვერტიკალურად ეცემა და იატაკის ცენტრს ანათებს. გაზაფხულისა და შემოდგომის ბუნიობის დღეებში ცინათლე ზუსტად განსაზღვრულ ხაზებს მიუყვება. ზამთრის მზებუდობაზე კი ჩრდილოეთ კედლის ზედა ნაწილს ანათებს. ეს ყველაფერი შემთხვევით ვერ მოხდებოდა. არქიტექტორებმა აშკარად ააგეს ეს შენობა ასტრონომიული სიზუსტით.
ზოგი მკვლევარი ფიქრობს, რომ პანთეონი ერთგვარი გიგანტური მზის კალენდარიც იყო. რომაელებს შეეძლოთ დროის, სეზონების და შესაძლოა დღის მონაკვეთის განსაზღვრაც კი სინათლის ლაქის მოძრაობით. ძველად ოკულუსის ქვეშ ალტარიც ყოფილა და გარკვეულ დღეებში მზის სხივი პირდაპირ მას ეცემოდა, როგორც ღვთიური კურთხევის ნიშანი. როტონდის გარშემო განლაგებული 7 დიდი ნიშა შესაბამისად დაკავშირებული იყო რომაელებისთვის ცნობილ 7 პლანეტასთან: მზესთან, მთვარესთან, მერკურთან, ვენერასთან, მარსთან, იუპიტერთან და სატურნთან. დიახ, რომაელები მზესა და მთვარესაც პლანეტებად თვლიდნენ. ამ ნიშებში იდგა ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს ქანდაკებები, ძვირფასი ქვებით მორთული. დღეს ისინი აღარ არსებობს, მაგრამ თუ თვალს დახუჭავ, შეგიძლია წარმოიდგინო, როგორი დიდებული იყო ეს ადგილი თავის საუკეთესო დროში. ახლა კი კითხვა, რომელიც თითქმის ყველას უჩნდება: რა ხდება, როცა წვიმს? რადგან გუმბათში ხვრელი ღიაა და არაფრით იფარება. ესეც კიდევ ერთი გენიალური რომაული გადაწყვეტაა. პანთეონის იატაკი ბრტყელი არ არის. ის ოდნავ ამობურცულია ცენტრისკენ და შეუმჩნევლად იხრება კიდეებისკენ, სადაც განთავსებულია 22 პატარა დრენაჟური ხვრელი. წვიმის წყალი ოკულუსიდან შიგნით შემოდის, გადადის იატაკზე და შემდეგ უჩინრად ქრება ძველ კანალს საკანალიზაციო სისტემაში, რომელიც დღემდე მუშაობს. თანაც შენობის შიგნით თბილი ჰაერის ამომავალი ნაკადები წვიმის წვეთების ნაწილს აქრობს ან ანელებს, სანამ ისინი იატაკამდე ჩამოვა. წარმოიდგინე მასალა, რომელსაც დრო ვერაფერს ავლებს და ერთხელ შექმნილი საუკუნეებს უძლებს. საუბარია რომაულ ბეტონზე, საიდუმლოზე, რომელიც საუკუნეების მანძილზე ამოუხსნელი იყო. ამ მასალით აშენდა პანთეონი, ერთ-ერთი ყველაზე სრულყოფილი ნაგებობა ისტორიაში. რომაული ბეტონი, opus camentecium, მისი მთავარი ინგრედიენტი იყო კირქვისგან მიღებული მასალა და ვულკანური ფერფლი პოცალანა, რომელსაც მოიპოვებდნენ პოცუალოს მიდამოებში იტალიაში. წყალთან შერევისას იწყებოდა ქიმიური რეაქცია, რომელიც ქმნიდა მასალას, რომელიც ქვასაც კი აჭარბებდა სიმტკიცეში. თანამედროვე მეცნიერებამ კი გაარკვია კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი. რომაელები ნარევში ტოვებდნენ კირქვისგან მიღებულ მასალის პატარა თეთრ ნატეხებს, რომელიც რეაქციაში შედიოდა წყალსა და ჰაერთან და დროთა განმავლობაში ამაგრებდა მასალას შიგნიდან. კედლები შენდებოდა რგოლებად, ქვედა ნაწილი 6 მეტრის სისქით. გარედან აგურის ფენა მალავდა ბეტონის მასიურ გულს, რომელიც რეალურად ატარებდა მთელ დატვირთვას. შიგნით კი სპეციალურად დატოვებული ღრუ სივრცეები, რომლებიც ამცირებდა კონსტრუქციის წონას 1000 ტონაზე მეტით. ამავე დროს თაღები კედლებში ისე იყო ჩაშენებული, რომ გუმბათის 4000 ტონიანი წონა გადანაწილდებოდა თანაბრად, როგორც 8 გუნდი ერთდროულად მუშაობდა, ნებისმიერი დისბალანსი შეიძლებოდა კატასტროფად ქცეულიყო. შემდეგ იწყებოდა ყველაზე რთული გუმბათი. ქვედა ფენა ყველაზე მძიმე ბეტონი, ტრავერტინითა და ბაზალტით. ზემოთ უფრო მსუბუქი ტუფი და მწვერვალთან პემზა, უკიდურესად მსუბუქი ვულკანური ქვა. გუმბათი რაც უფრო მაღლა ადიოდა, მით უფრო მსუბუქი ხდებოდა. ეს იყო იდეალური ბალანსი სიმძიმე ქვემოთ, სიმსუბუქე ზემოთ. ათასობით ხის კონსტრუქცია იჭერდა ფორმას, სანამ ბეტონი საბოლოოდ გამაგრდებოდა. ერთი მცირე გადაადგილებაც კი შეიძლებოდა გუმბათი დანგრეულიყო. და მერე დეტალი, რომელიც ერთდროულად ესთეტიკურიც არის და საინჟინროც. 140 კესონი. ისინი ამცირებდნენ წონას დაახლოებით 600 ტონით და თან ქმნიდნენ სტრუქტურულ ქსელს, რომელშიც დატვირთვა სწორად ნაწილდებოდა. გუმბათის ცენტრში ოკულუსი, ღია წრე, რომელმაც თითქოს უნდა დაასუსტოს კონსტრუქცია, მაგრამ რეალურად ის ამაგრებდა მას. ბეტონის მასა შიგნით იკუმშება და ამ შეკუმშვით ინარჩუნებს მთელ ფორმას. როცა ხის საყრდენები მოხსნეს, პირველად ისტორიაში 1000 ტონა კონსტრუქცია თავისით გაჩერდა და არ ჩამოინგრა. შიგნით მარმარილო, ბრინჯაო, ოქროს დეკორები. სინათლე ოკულუსიდან მოძრაობს სივრცეში როგორც ბუნებრივი საათი. გარეთ 16 გიგანტური სვეტი ეგვიპტიდან ჩამოტანილი. თითოეული დაახლოებით 60 ტონა, 1000 კილომეტრი მდინარითა და ზღვით გადაზიდული და ბოლოს სრულყოფილი გეომეტრია. სფერო ცილინდრში, სიმაღლე და დიამეტრი 53 მეტრი. იდეალური პროპორციები, რომლებიც დღემდე არ კარგავს სიზუსტეს. ახლა კი რამდენიმე საინტერესო ფაქტი პანთეონზე, რომელიც შეიძლება აქამდე არ იცოდე. ყოველ წელს სულთმოფენობის დღესასწაულზე, რომელიც აღდგომიდან 50 დღეს აღინიშნება, პანთეონში საოცარი ცერემონია ტარდება. საზეიმო მესის დასრულების შემდეგ მეხანძრეები, რომლებიც სახურავზე ადიან, ოკულუსიდან ათასობით წითელი ვარდის ფურცელს ყრიან. ფურცლები ნელა იშლება ქვემოთ როგორც წითელი წვიმა და სიმბოლურად გამოხატავს სულიწმინდის გადმოსვლას მოციქულებზე. ეს სანახაობა იზიდავს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ასობით ტურისტს და მორწმუნეს. ახლა კი შევადაროთ პანთეონი მსოფლიოს სხვადასხვა დიდ გუმბათებს, რომ უკეთ გავიგოთ მისი ადგილი არქიტექტურის ისტორიაში. პანთეონის გუმბათი ყველაზე დიდი იყო 1300 წელზე მეტი ხნის განმავლობაში. მანამდე სანამ მე-15 საუკუნეში ფილიპო ბრუნელსკიმ არ ააშენა სანტა მარია დელ ფიორეს ტაძრის გუმბათი ფლორენციაში. თუმცა მიუხედავად ამისა, რომ ფლორენციული გუმბათის სიმაღლეში აღემატება, ის მაინც ჩამორჩება პანთეონის შიდა დიამეტრს. და რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ბრუნელსკიმ გამოიყენა კარკასული კონსტრუქცია, ხოლო პანთეონის გუმბათი მონოლითურია, ერთი მთლიანობა, არანაირი შიდა ჩარჩო. ასევე უნდა გავიხსნოთ წმინდა პეტრეს ტაძარი, რომლის გუმბათიც მიქელანჯელოს ეკუთვნის. ის პირდაპირ შთაგონებულია პანთეონით. მიქელანჯელომ დეტალურად შეისწავლა ეს ტაძარი და გამოიყენა მისი მრავალი პრინციპი. თუმცა მისი გუმბათი ეყრდნობა მასიურ ბარაბანს და აქვს ორმაგი გარსი.
პანთეონის გუმბათი კი ერთშრიანია და პირდაპირ ეყრდნობა როტონდის კედლებს. ინჟინრული თვალსაზრისით ეს გაცილებით უფრო რთული და რისკიანი გადაწყვეტაა. სტამბოლში მდებარეობს აია სოფია მე-6 საუკუნეში აშენებული ტაძარი, რომელსაც აქვს დაახლოებით 31 მეტრიანი გუმბათი. ეს ნამდვილად შთამბეჭდავი ნაგებობაა, მაგრამ მისი გუმბათით ჩამორჩება პანთეონს, როგორც ზემოთ, ისე კონსტრუქციის სიმამაცით. პანთეონის გუმბათი გახდა ნიმუში უამრავი ცნობილი ნაგებობისა. პარიზის პანთეონი, რომელიც მე-18 საუკუნეში აშენდა ლუი მე-15-ის ბრძანებით, თავის სახელწოდებითაც კი რომაულ პროტოტიპს უნდა უმატყოდეს. ვაშინგტონის კაპიტოლიუმის გუმბათი, კონგრესის ბიბლიოთეკა, ბერლინის პანთეონი, ყველა მათგანში იგრძნობა რომაული არქიტექტურის კვალი. ამიტომაც დღესაც თანამედროვე არქიტექტორები მიუხედავად კომპიუტერებისა და უახლოესი მასალებისა, დიდი პატივისცემით უყურებენ პანთეონის გუმბათს. როდესაც მე-20 საუკუნეში აშენებდნენ დიდ გუმბათიან ნაგებობებს, სტადიონებს, პლანეტარიუმებს, საგამოფენო დარბაზებს, ინჟინრები ისევ სწავლობდნენ რომაელ გამოცდილებას. ბევრი პრინციპი, რომელიც პანთეონის კონსტრუქციაშია ჩადებული, დღემდე გამოიყენება. ფოტოშორის პლანეტარიუმებზე იცოდით, რომ ბევრი პლანეტარიუმი პანთეონის მიხედვით არის შექმნილი? მრავალი დარბაზი გუმბათის ზემოთ და ცის პროექცია მის ზედაპირზე. ეს პირდაპირ გაგრძელებაა იმ იდეის, რომელიც ძველ რომში გაჩნდა, როცა გუმბათი ცის სიმბოლოდ იყო აღქმული. პირველი თანამედროვე პლანეტარიუმი გერმანიაში 1923 წელს აშენდა და მისი შექმნელები ღიად აღიარებდნენ, რომ პანთეონის გავლენით იყო შექმნილი მათი პროექტი. შიგნით შესვლამდე აუცილებლად გაჩერდი და ყურადღებით შეხედე შენობას გარედან, კოლონებს, ფრონტონზე წარწერას აგრიპა და კედლებზე იმ ადგილებს, სადაც ადრე ბრინჯაოს ელემენტები იყო დამაგრებული. მოედანზე ნახავ შადრევას, რომელიც შექმნა ჯაკომო დე ლა პორტამ, ხოლო ობელისკი მოგვიანებით დაამატეს. შიგნით შესვლისას აცადე თვალებს შეეგუოს სიბნელეს, შემდეგ ასწიე თავი და შეხედე გუმბათს. დააკვირდე სინათლის სხივს, რომელიც ოკულუსიდან შემოდის. ის მოძრაობს როგორც გიგანტური საათი. შემოუარა სივრცეს, დაათვალიერე კაპელები და სამარხები. იპოვე რაფაელის საფლავი, შესასვლელის მარცხნივ. თუ წვიმაში მოხვდი, ნახავ უნიკალურ სანახაობას. წვიმის წვეთები პირდაპირ ოკულუსიდან ეცემა იატაკზე. გროვდება, ის შენობას თითქოს ცოცხალს ხდის. პანთეონი ეს არ არის უბრალოდ ტაძარი. ეს არის ადამიანის გენიის სიმბოლო, რომელმაც დროს გაუძლო. ის გადაურჩა იმპერიის დაცემას, მიწისძვრებს, ხანძრებს, ომებს და დღესაც დგას ისევე შთამბეჭდავი, როგორც ადრე. როცა დგახარ შიგნით და უყურებს სინათლეს ოკულუსში, გრძნობ, რომ ეს ადგილი აკავშირებს ცასთან მიწას. ეს ისტორიები კიდევ უფრო იდუმალს ხდის პანთეონს. ის არაერთხელ გამოჩნდა კინოში. ყველაზე ცნობილი რომაული არდადეგები ოდრი ჰეპბერის და გრეგორი პიკის მონაწილეობით. შემდეგ იყო Angels and Demons, სადაც ტომ ჰენქსის გმირი ილუმინატორებს ეძებს. ლიტერატურაშიც პანთეონი ბევრჯერაა აღწერილი. სტენდალი, გოეთე, ბაირონი, შელი, დიკენსი, მარკ ტვენი. ყველა აღწერა მისი შთაბეჭდილება. და როცა შენ იქ დგახარ და ცას უყურებ ოკულუსში ხვდები, ზოგი რამ ნამდვილად მარადიულია. დღესაც, როცა ამ სივრცეში შედიხარ, ავტომატურად ზემოთ იყურები ზუსტად ისე, როგორც 2000 წლის წინ ადამიანები. იმპერიები დაეცა, ქალაქები დაინგრა, სამყარო შეიცვალა, მაგრამ ეს გუმბათი დგას და ის გვახსენებს ერთ მარტივ ჭეშმარიტებას, რომ როცა ცოდნა, მასალა და გამბედაობა ერთიანდება, ადამიანი ქმნის იმას, რასაც დროც კი ვერ ერევა.